აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში პროექტი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა წარმატებით დასრულდა. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლის მოსწავლეების ნახატები, კალიგრაფიული ნაშრომები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. სასწავლო პროცესი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უშუალოდ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ლევან ჯანაშია ხელმძღვანელობდა. პროექტის მიზანი დროებით დევნილი ახალგაზრდების რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის მხარდაჭერაა. ძალიან ემოციურია ყველაფერი, რაც აქ არის გამოფენილი. ამ მოკლე დროში, რაც მოახერხა ბავშვებმა ამის გაკეთება, შექმნა, სამომავლო გვაქვს გეგმები. ეს იქნება მინანქრის მიმართულება და საიუბილეო მიმართულება. ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, დროებით დევნილი ახალგაზრდობის ჩართულობას, მათ ინტეგრაციას სოციუმში. ტაძარში უკვე მესამე წელი არსებობს საკვირაო სკოლა, რომლის უწმინდესობის ლოცვა-კურთხებით დაარსდა და შემდგომ მეუფეშიოს ხელმძღვანელობით და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩართულობით ძლიერდება. საციხარებაა ისიც, რომ წლების მანძილზე აფხაზეთის მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო ჩართულია მიმდინარე პროცესებში, დაფინანსდა ორთვიანი სახალხო ფონდი პედაგოგებისთვის და ამავდროულად მთელი წლის მანძილზე საჭირო საკანცელარიო ნივთები ბავშვებისთვის იქნა შეძენილი. მესამე წელია რაც უკვე აქ ვართ. ჩვენ ვმუშაობთ ნახატებზე, კალიგრაფიულ ნამუშევრებზე, ასევე კერამიკაზე, ქსოვაზე. ძალიან სასიამოვნო პროცესია წერა კალიგრაფიულად და შედეგებიც ძალიან კარგი გამოდის შემდეგ.